საჯილოსნობის პროფესიისა და იურიდიული დახმარების მინისტრმა უწყებაში წელს განხორციელებული რეფორმები მედიასთან შეხვედრისას შეაჯამა სუბარის განმარტებით მომავალ წელს საჯილოსნობის დაწესებულებაში თითო პატიმარზე მინიმუმ 4 კვადრატული მეტრი იქნება გათვალისწინებული საჯილოსნობის მინისტრის განმარტებით ამჟამად სისტემის სრულყოფა ხორციელდება. თავარი დანაპირები რაც იყო სისტემა გახდებოდა ადამიანური სადაც იქნება წესრიგი მაგრამ ეს წესრიგი არ იქნება ადამიანის ღირსების შელახვაზე და ადამიანის წამებაზე დამყარებული ეს ეს არის ძალიან დიდი მონაპოვარი. ამ სისტემაში აბსოლუტურად იყო მოშლილი ჯანდაცვის სისტემა. ეს სისტემა დღეს მუშაობს და მუშაობს ძალიან კარგად. მუშაობს როგორც ევროპულ ქვეყნებში. ამ სისტემაში წესრიგი დამყარებული იყო ძალადობაზე ან კრიმინალურ ავტორიტეტებზე. დღეს სისტემა დამყარებულია კანონზე და თანამშრომლების მიერ კანონის პატივისცემაზე. მნიშვნელოვანი გარდატეხა მოხდა პატიმართა სამედიცინო მომსახურების სფეროში და დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსჯავრდებულები და ბრალდებულები სარგებლობენ იგივე სამედიცინო სტანდარტით, იგივე მომსახურებით, როგორც ამ ქვეყნის სხვა მოქალაქეები. არსებობს მედიკამენტების ბაზისური სტანდარტიც, რომელსაც სახელმწიფო 100%-ით ფარავს.